სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს თქვენ მოისმინეთ მათესახარებიდან ის ადგილი, როდესაც მაცხოვარი ბრუნდება თავის სახლში გალილეაში, სადაც ის ასე ვთქვათ იმყოფებოდა და მასთან მოიყვანეს საკაცურით ერთი დავრდომილი ადამიანი, დაკუნთებული, დამბლადაცემული ადამიანი. და ეხლა დღევანდელ წაკითხულ სახარებაში ესე ზუსტად არ არის მოთხრობილი. აქ წერია მარტო რომ მიიყვანესო, მაგრამ სხვა מחარებლები, როდესაც ეხებიან აი ამ მომენტს, იქ უფრო დაწვრილებით არის გადმოცემული სიტუაცია და იქ არის ასეთი მომენტი, რომ გადატენილი იყო არა მარტო სახლი, ეზოც კი და ადამიანიც კი ვერ შევიდოდა, არათუ საკაცით რო შეყვანა თვინმე და ამის გამო ბანი ახადეს, სახურავს და აი თოკებით ჩაუშვეს მაცხოვარის წინ და ესეთი მონდომება, ესეთი თავდადება, ესეთი რწმენა რო იხილა მაცხოვარმა საოცარ სიტყვებს ეუბნება. შვილო, ჯერ შვილოს მიმართავს. მოგიტევნე შენ შეწოდებანი შენი. ესე იგი, ეს მომენტი ძალიან საგულისხმოა, რადგანაც ცოდვების მოტევება აუცილებლად უნდა იყოს სინანულის შემდეგ. და აი უფალმა დაინახა ამ ადამიანში სინანული. ფაქტად რჩება, რომ როდესაც ჩვენ აღსარებას ვამბობთ ხოლმე, შეიძლება ეს მხოლოდ ცოდვების კონსტატაციაა, რომ აი ეს ცოდვა ჩავიდინე, ან მრავლის მეტყველება, ან გავუბრაზდი, ან გამვიკითხე, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ აუცილებლად ამას წინ უნდა უძღოდეს სინანული, აუცილებელია, რომ ადამიანმა ეს ყველაფერი გაიაზროს, აი თუნდაც ეს აი განვიკითხე, ხო, ეს ბოლო რო ვთქვით. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველას განკითხავი არის ქრისტე და როდესაც ადამიანი ვინმეს განიკითხავს, ამ დროს ის ქრისტეს ფუნქციებში შედის. ამ დროს ის შეგნებულად თუ შეუგნებლად მისი საქმით ქრისტეს ასწრებს, წინასწარ ასწრებს და აი განიკითხავს ამ ადამიანის არასწორ საქციელს. არადა ქრისტე გეუბნება, თუ განიკითხავთ, მეც განგიკითხავ. თუ არ განიკითხავთ, არც მე განგიკითხავ. და მარტივია თითქოს, ხო? წინდა მამათა ცხოვრებაში ერთი ასეთი რამ წერია, რომ ერთი ბერი, რომელიც კვდებოდა და გარშემო ერწყმენ მონასტრის ბერები. მაგრამ ამ ბერს ისეთი სიხარული ჰქონდა, იღიმებოდა და ეუბნებიან ძმები, რა გაცინებსო? შენაო ესეთი ზარმაცი იყავიო, შენ ესეთი არასწორი ცხოვრებით ცხოვრობდიო და არ გეშინიაო ქრისტეს წინაშე რომ წარსდგიო და არ მეშინიაო. რატო? ქრისტე ხო ამბობს, რომ არ განიკითხოთ, არც მე განგიკითხოთ. ბავშვობიდან მე ეს გულზე დავიწერეო, რომ არავინ არ უნდა განვიკითხო და არავინ არ განმიკითხი ხართო. და დარწმუნებული ვარ, რომ უფალიც არ განმიკითხავს მეო. აი ეს სიხარული წავიდა ამ ქვეყნიდან, ეს ნამდვილად ასეა. თითქოს რა ადვილია, ხო, რომ ადამიანმა არ განიკითხოს. მაგრამ თუნდაც არ ყოფილა ისე ადვილი. და განკითხვას წინ რა უძღვის? ჩვენი პატივმოყვარეობა, ჩვენი აპარტამნებითი დამოკიდებულება, რომ იმ მომენტში ეშმაკი გვაჩვენებს, რომ თითქოს აი გვაჩვენებს მის ნაკლს და ამ დროს ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ ნაკლს. მასზე ოდნავ მაინც უპირატესი გგონია თავი. ეს პატივმოყვარეობის შედეგია, როდესაც ადამიანი განიკითხავს და ამ პარტამნებად პატივმოყვარეობა ეს იცით,
რავდენ საზარელი ცოდვა, პირველი ცოდვა, რის გამოთაც დაეცა ეს წინვარე ანგელოზი და გადაიქცა ბნელეთის ანგელოზებმა. ამიტომ მუდამ-მუდამ გვახსოვდეს ხალხო, რომ თუ მაინცა და მაინც მოხდა ეს, აუცილებელია არა მარტო ფაქტის კონსტატაცია, რომ ჩვენ თქვათ ცოდვა, არამედ ისიც რომ შინაგანი განცდა იქ კონდეს თვითაცოდვათახის შინაგანი განცდა და აი ამ დამბლადაცემულ ადამიანს ქონდა ეს განცდა ჩვენ არ ვიცით ვერ დავინახეთ მაგრამ უფალმა დაინახა და პირველ რიგში ცოდვები მიუტევა რატომ იმიტომ რომ სინანული ქონდა იმიტომ რომ დაინახა ამ 4 ადამიანის გულითადი დამოკიდებულება აი ამ დავრდობილ ადამიანის მიმართ რა შრომა გაწიეს როგორ არ დაიხივნენ უკან და ბოლომდე მიიყვანეს ქრისტესთან ეხლა იბადება კითხვა ქრისტესთან მიყვანა როგორ ხდება აი როგორ უნდა მივიყვანოთ ჩვენ ქრისტესთან საკუთარი სული ეს ხეული ხო ყველას მიწავარ და მიწავიქნები ჭია შეჭამს აი ამ სხეულს ეს იქნება თუ 100 წლის შემდეგ ამას მნიშვნელობა არ აქვს სული ხო უნდა მივიდეს ქრისტესთან როგორ მივა კი აუცილებლად ჭირდება ეს 4 მეგობარი ყველა ჩვენ აი ამ დავრდომილი ადამიანის როლში ვარ დაცემული ცოდვისგან და ჩვენ არ შეგვიძლია უფალთან მისვლა და ესე 4 მეგობარი როგორც ამბობენ 4 מחარებელია ახალი აღთქმა მათე მარკოზი ლუკა იოანე და აი ამ ახალი აღთქმისეული სიბრძნის შესისხორცება და ცხოვრებაში გატარება თუ კი ჩვენ ამას გავაკეთებთ მერწმუნე რომ წინ ვერაფერი დარბიდგება უფალი მიგვიღებს ეს სინანულიც აუცილებელია და აი ეს 4 מחარებელი სეული სწავლება აუცილებელია და ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ ბოლომდე სიცოცხლის უკანასკნელწუთამდე რადგანაც ხშირად ეშმაკი გვატყუილებს რომ აი შენ ახლა ხო ეზიარე არა გვეუბნება შენ ახლა ხო აი იმოცე ყველაფერი აი მადლობაც უთხარი ღმერთს რომ გაზიარა მოდი ახლა ცოტა დაისვენე მოდი ახლა აი ერთი კვირი წადიდგა სოფელში დაისვენე ან ზღვაზე და ახლა ძალიან გამოვიდებ ლოცვებით თავს და მარხვებით და ან არამც და არამ ჩვენს თავს არ უნდა მივცეთ მოდუნების საშუალება მუდამ გვახსოვდეს რომ სულიერი ბრძოლა ყოველწამიერია ეშმაკს არ ძინავს ხალხო ჩვენ ვიძინებთ ის არ იძინებს ის აი ჩვენ რო გძინავს მაშინაც კი ცდილობს რომ სიზმრებით მაინც გვაცდუნოს ასე რომ ძალიან დიდი სიფხიზლეა საჭირო სულიერი სიფხიზლე რომ ჩვენ ლოცვებში ვიყოთ იესოს ლოცვებში თხოვოთ შენ წეულობა უფალს აუცილებელია რომ ჩვენ გარშემო ფაქიზად დავინახოთ ყველა ის ადამიანი ვთქვათ ვინც ჩვენგან დახმარებას მოითხოვს თუ შეგვიძლია დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ შეიძლება ადამიანი სულაც არ მოითხოვდეს დახმარებას თავჩამურული თავის ტანჯვებში იყოს და ამ დროს უფალმა გულზე დაგადოს რომ მიდი დაეხმარე იქნებ რა უჭირს შენი პირით მე ვილაპარაკებ უფალი იტყვის შენს გულში და შენი სიტყვები მას მალამოსავით მოუგობს გულს ნუ გეშს მისცემს სწორ გზაზე დააყენებს ადამიანის დახმარება ბევრნაირად შეიძლება ხო სწორი ამის მაგალითს ხომ ქრისტე ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვაჩვენებს ჩვენ ასე რომ ჩემო კეთილებო აი ის რაც დღეს მოვისმინეთ მაგალითია იმისა რომ ჩვენ გვჭირდება სინანული ჩვენ გვჭირდება აუცილებლად ფაქიზი
სულიერი ჭვრეტა, რომ სახარებისეული სიბრძნით ვიცხოვოთ უნდა. და მაცხოვარი რომ ეუბნება შვილო მოგიტევნენ შეწოდებანი შენიო, ამ დროს იგრძნობს რომ იქ მყოფი ხალხი ფარისევლები, სადუკევლები, რომლებიც მუდამ ცდილობდნენ რომ ქრისტეში რაღაც დაენახათ, რაღაც შეცდომა დაენახა და ემხილებინან. გაიგო რომ ისინი ფიქრობდნენ რომ ცოდვების პატიება მხოლოდ ღმერთს შეუძლია და მაცხოვარი მიუბრუნდება და ეუბნება რომელი სიტყვის თქმა უფრო ადვილია, მიგეტევნენ ცოდვანი შენი თუ აღზრდე გაიღეცხედარი შენი და ვიდოდე და რახან ზესაკაცას ანუ თავის თავზე აქვს ამის უფლებაო, მაშინ მე ვეთქვიო და მიუბრუნდება და ეუბნება აღზრდე აიღეცხედარი შენი და ვიდოდე და მაშინ განიკურნება ეს დავდობილი ადამიანი, ადგება აიღებს აი ამ საკაცეს და წავა და ხალხი გაუწდება და ადიდებენ ღმერთს. აი სულ ეს არის დღევანდელი წაკითხული სახარება და მუდამ გვახსოვდეს რომ ჩვენ ყველა აი ამ დავდობილი ადამიანის მდგომარეობაში ვართ და გვჭირდება რომ ჩვენც უფალმა გვითხრას აღზრდեք აიღეცხედარი შენი და ვიდოდე, იმიტომ რომ ჩვენს დავდობილები ვართ, ჩვენ ცოდვას მიდრეკილი, ზოგი მიდრეკილია რომ დედაღამ სულ უნდა რომ კომპიუტერში, ინტერნეტში იზრომიალოს, ზოგი ან სასმელი, ზოგი ან განკითხვა, ზოგი მრავლის მეტყველება, ჭორაობა, ზოგი სიზარმაცე, 1000 ცოდვები გვაქვს და აი ამისაგან განთავისუფლება მხოლოდ უფალს შეუძლია. უფალთან მისასვლელი გზა კიდე გითხარით, სინანულზე გადის და აი ამ 4 მახარებლის სწავლებაზე, სახარების სწავლებაზე. ღმერთმა მოგწეს ამის ძალა, ღმერთმა მოგწეს შეძლება, რომ ჩვენ მუდამ აი ესეთი სულიერი ჭვრეტა გქონოდეს და უფალი ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება. ჩვენთან არც